Audienția număr 2 საქართველოს პრეზიდენტთან ოპოზიციური პოლიტიკური კლასი სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით 2 საათში შეხვდება. პრეზიდენტის დათქმული ვადის ამოწურვამდე კი სულ 4 დღეა დარჩენილი. გადაცემის ამ ნაწილში ვსაუბრობთ, რა შეთანხმება შეიძლება მიაღწიონ აქტორებმა ამ 4 დღეში, რა ჩარჩოს შესთავაზებენ ისინი აუდიტორიას. ეს იქნება პროცესისთვის, თუ შეიქმნება დოკუმენტი, რომელიც გასცდება ფურცელზე შეთანხმებულ დებულებებსაც. არსებობს თუ არა გამოსავლის საერთო ხედვა, თუ ერთ მიზნამდე პარტიები მაინც სხვადასხვა გზით მისვლას ამჯობინებენ. ვადა როგორც იცით 29 დეკემბრამდეა, თუმცა ოცნება არაჩვენებს ღელვას პრეზიდენტის მხრიდან ჩართული წამზომის გამო. ოლიგარქის პარტიამ შვიდად მიუყვება საკუთარ პოლიტიკურ კალენდარს და პროცესს, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია მთელ გუნდს შესძახოს სიტყვები ტემპი. ვიდრე მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ვისაუბრებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული ოცნება იზოლირებულად ჩაატარებს ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციასაც. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ცერემონია, რომელიც ოცნების პრეზიდენტად ყაველაშვილს გააფორმებს, გაიმართება პარლამენტში. პრესსამსახურში არ იციან საკანონმდებლო ორგანოს კონკრეტულად რომელ ნაწილში გამართავენ ამ ღონისძიებას, არც ის იციან რომელ საათზე დაიწყება ის, არც ის გაურკვევიათ დაესწრებიან თუ არა საერთოდ ამ დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. არ იციან ან არ ამბობენ. საქართველოს პრეზიდენტი კი ყაველაშვილის არჩევას უწოდებს პროვოკაციას და პაროდიას ემზადება 29 დეკემბრისთვის. რა ვიცით მოლაპარაკებებზე ამ დრომდე რა გამოიტანეს პოლიტიკურმა პარტიებმა ორბელიანების სასახლიდან პირველი შეხვედრის შემდეგ. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათთვის სურათი გახდა უფრო მკაფიო, თუმცა მედიისთვის ეს მკაფიოობა ჯერჯერობით ნაკლებია. ჩვენ არ ვიცით იმ საბჭოს კონტურები, რომლის შექმნასაც პრეზიდენტი ითხოვს, არ ვიცით რა შეიძლება ჩაიწეროს ერთობლივ დოკუმენტში და რა შეიძლება იყოს გეგმა 29 დეკემბრის შემდეგ, თუ ივანიშვილი მოლაპარაკებაზე არ მოდის. გუშინ შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ ყველა ამ კითხვაზე მათ პრეზიდენტთან ისაუბრეს, თუმცა მე დეტალს საჯაროდ ვერ იტყვიან. თქოს, რომ ერთიან ფორმატში გადაწყვეტილების მიღების კონტურები გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული პროცესი ამ ჩარჩოში უნდა დააბრუნოს მხოლოდ ხელახალმა არჩევნებმა. საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასულია ხელისუფლება და საკონსტიტუციო ჩარჩოში ამ ყველაფერს მხოლოდ ახალი არჩევნები დააბრუნებს, მეტი არაფერი. ორგანიზაციულ მექანიზმზეც ვისაუბრეთ 29-მდე თუ 29-ის შემდგომ რა ორგანიზაციული მექანიზმი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად წარმართავს პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესს საქართველოში. ქონდა ძალიან სასარგებლო, კარგი საუბარი იმას დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა პირობებში, იმისათვის, რომ გამოვირიცხოს ის უმსგავსობები, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბერს. ძირითადი ჩარჩო ამ მოსაზრებების რა თქმა უნდა ზათ არის განსხვავებულია მცირე გარკვეულ საკითხებში. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს არჩევნები, ეს არჩევნები უნდა იყოს გარანტირებულად უკეთესი და არ მიცეთ საშუალება, რომ მან კიდევ ერთხელ მოიპაროს არჩევნები. განსხვავებული იყო კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერების პოზიცია უკვე რამდენიმე დღეა ნიკა გვარამია აპელირებს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის მექანიზმზე, რის შემდეგაც არჩევნები შეიძლება დაინიშნოს. განათლებითი იურისტი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ეს არჩევნებამდე მისასვლელი ყველაზე მოკლე გზა შეიძლება იყოს. ისე თქვით, ამ მექანიზმს არ სჭირდება არც რეჟიმის ჩამოშლის და არც ივანიშვილის კეთილინების ლოდინი. გვარამიას პოზიცია გაიზიარა მისივე გუნდის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა მაია კოპალეიშვილმა. მოდით ჯერ ვნახოთ ნიკა გვარამიას პოზიცია. მე როგორც პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ისაც ამაზე ვრჩები, მე ვერ ვხედავ ანტიკონსტიტუციურობას ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაწყვეტილება არის ერთიანი მისაღები, მთავარი ამ მიმართულებით არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. რა გზებით შეიძლება ახალი არჩევნები დაინიშნოს? პარლამენტის დათხოვნით. ან მეორე გზა არის, რომ ამას აღიარებს ქართული ოცნება. რა უფრო რეალისტურად მიგაჩნიათ? გითხარით საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მაია კოპალეიშვილის პოზიციაზე, მან თქვა, კრიზისს სჭირდება მოწესრიგება, მსჯელობთ შესაძლებლობებზე და ერთ-ერთი შესაძლებლობა არის პარლამენტის დათხოვნა. როგორც ჩანს, აქაც იქნება ის შემთხვევა, როცა თემაზე პროფესიული აზრი შეიძლება გაიყოს ორად, არის თუ არა ეს ბერკეტი რეალურად პრეზიდენტის ხელში. ამ თემაზე ფორმულას დღის ეთერში ჩვენ კითხვა დაუსვით ვახტანგ ხმალაძეს. მან თქვა, რომ სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი პრაქტიკა და მექანიზმი არსებობს, საქართველოს შემთხვევაში არა. პრეზიდენტს ასეთი უფლებამოსილება არ აქვს. განსხვავებით ბევრი ევროპული ქვეყნისაგან. იტალიაში პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს პარლამენტის ერთ-ერთი პალატა ან ორივე პალატა
პალატების თავმჯდომარეებთან კონსულტაციების შემდეგ. ან გერმანიის კონსტიტუციაში როგორც არის სხვა ქვეყნებში ანუ ჩვენ შემთხვევაში მოკეთ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად ვერ დანიშნავს არჩევნებს. იმიტომ რომ კონსტიტუციით ზუსტად არის განსაზღვრული ის შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი ნიშნავს არჩევნების თარიღს და ეს მისი უფლებამოსილება კი არ არის, მისი ვალდებულება, ანუ იმპერატიული მოთხოვნაა. ეს. ამიტომ ეს ასე არ გამოდის და გამოვა ერთადერთი, ისე ვიმეორებ, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში აღარ არის კონსტიტუციური რეჟიმი. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ შეთანხმება არჩევნების თარიღის თაობაზე და შეთანხმება რამდენიმე საკითხზე. ასე თუ ისე როგორც ჩანს, ეს მაინც არის სცენარი, რომელიც ოცნებას ყველაზე მეტად აშინებს. საქართველოს პრეზიდენტისგან უსიამოვნო სიურპრიზებს ივანიშვილის გუნდი მიჩვეულია და ის ახლა ერთგვარად თავის დაზღვევის რეჟიმშია. ეს არის წმინდა წყლის სისხლის სამართლის დანაშაული, ასე უთხრა მედიას დღეს გია ვოლსკიმ. ივანიშვილის დეპუტატი ამბობს, რომ მთელი პროცესი არის ანტურაჟის სწორედ ამ დაგეგმილი დანაშაულის ირგვლივ. არჩევნების ჩატარების საორგანიზაციო ნაწილზე მსჯელობა არის წმინდა წყლის სპექტაკლი. აქ თავარი თემა არის, რომ პრეზიდენტი აწერს ხელს მათი აზრით ბრძანებულებას პარლამენტის დაშლის თაობას. ეს არის თავარი თემა, ეს არის ღერძი იმ საკითხების გარშემო, დანარჩენი ყველაფერი არის რასაკვირველია ანტურაჟი. რეალურად ხდება ის, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა გადაადგმევინონ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კონსტიტუციასაც უპირისპირდება და რასაკვირველია სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. როგორც ჩანს, ამ სცენარის შიშით იყო განპირობებული მანამდე ივანიშვილის პრემიერის მუქარაც, რომ ზურაბიშვილს აქვს ორი არჩევანი. ვადის ამოწურვის შემდეგ იყოს გისოსებს მიღმა ან გისოსებს გარეთ. 75 წლის პრეზიდენტისთვის სწორედ ასეთი პერსპექტივა დახატა ირაკლი ყობახიძემ 22 დეკემბერს. ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ნახოთ სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მგონია მას მაინც ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას. ვიღაცებს გონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მგონი მაინც ვერ მიცნობენ, ასე თქვა პრეზიდენტმა ყობახიძის პასუხად და დაამატა, რომ არც დასაცავად გრძნობს თავს. ნახოთ, სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის შემდეგ, ვიქნები ის რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით. ეს პრეზიდენტი იქნება თქვენი ყველას მსახური, ასეთი იყო პრეზიდენტის კაფეო პოზიცია. სიტყვები, რომელიც წაგიკითხეთ, ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, მაგრამ კონკრეტულ პასუხს ასცემს კითხვას, თუ ივანიშვილი არ მიდის ათონელების სასახლეში არჩევნების დასანიშნად, მაშინ გამოდის თუ არა ამ სასახლიდან სალომე ზურაბიშვილი. იქნება სხვა სცენარი, თუ ორხელისუფლებიანობის საგა არის ჩვენი უახლოესი მომავალი. ივანიშვილის გუნდი პრეზიდენტს მუქარისენით ესაუბრება, თავად ოლიგარქი კი საერთოდ არ ჩანს, მრავალდღიანი დუმილი მან დღეს მხოლოდ პატრიარქისთვის აღზარდვრების დღის მილოცვით დაარღვია. 28 ნოემბრის შემდეგ ის არ იმჩნევს პროცესს, რომელიც დუხს ქუჩაში, რომელიც ჩანს საჯარო სამსახურებში, არ იმჩნევს ვითარებას, რომელიც იხარშება ძალოვან ვერტიკალში თუ საგარეო ფრონტზე. ამ იზოლაციის ფუფუნებას კი მას აძლევს მიტაცებული სახელმწიფო. ის უსაფრთხოდ გრძნობს თავს სისტემაში, სადაც არსებობს მხოლოდ მისი პერსონალური ინტერესი და ამ ინტერესს მორგებული ყველა კანონი, ყველა ინსტიტუცია. ობიექტურადაც ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ სახელმწიფო ვერტიკალში არ არის იმ სიმწვავის კრიზისი, რომ ოცნებამ გადაწყვეტილებები ვერ მიიღოს. მეორეს მხრივ ივანიშვილის გუნდის რეპუტაციის დიდ ზიანად სახელდება არჩევნების ლეგიტიმაციის არარსებობა. პროცესი კიდევ უფრო დამძიმდა დეკემბერში პროტესტის დროს სახელმწიფოს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემდეგ და დემონსტრანტების მიმართ სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის სამართლებრივი შეფასება წამება. ინსტიტუციები მოშლილია და ამის მაგალითად ასპრიაში მომხდარი დაპირისპირებაც გამოდგება. ამ დაპირისპირებაზე ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. ამ დრომდე შესაბამისი უწყებების მხრიდან მისი უარყოფა ჩვენ არ მოგვისმენია.
რა მოხდა ასპრიაში და რატომ არის ეს ამბავი სახიფათო? წარმოიდგინეთ, რომ ვარჯიშობთ ფიტნეს დარბაზში, ყურსასმენებით მშვიდად, ამ დროს ღია კარიდან შემოვარდება არა პოლიცია, არამედ ნიღბიანთა ამოუცნობი დაჯგუფება, რომელიც ეძებს გაურკვეველ ადამიანს. გაგინებენ, ძალადობენ, არ გაძლევენ ტელეფონით გადაღების საშუალებას და გემუქრებიან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი ნახეთ საკუთარი თვალით, მაგრამ სპორტ დარბაზის ხელმძღვანელობა გეუბნებათ, რომ არაფერი მომხდარა, ყველაფერი მოგეჩვენათ და კამერის ჩანაწერებიც არ არსებობს. ეს არ არის ფილმის სცენარი, ეს არის თვითმხილველთა მონათხრობზე დაყრდნობით მოყოლილი ამბავი, რომ სწორედ ეს მოხდა გუშინ ასპრია ფიტნესში. საუბარია ორი ჯგუფის დაპირისპირებაზე. ერთ მხარეს არის ზვიად ხარაჯზიშვილი, გედედეს ხელმძღვანელი, ის ფორმალურად წარმოადგენს სახელმწიფოს, მეორე მხარეს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, ისიც ფორმალურად სახელმწიფოს წარმომადგენელი. თუმცა ამ სტატუსების მიუხედავად კონფლიქტი არაფორმალურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლას გავს, რაც არის სრულად კანონს მიღმა და უფრო ზუსტად აღიწერება 90-იანების ლექსიკონში ჩარჩენილი ერთი სიტყვით ბეზპრიძელი. თქვათ ისიც, რომ სპორტ დარბაზმა მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, სადაც დაიწერა, რომ ასპრიაში არ დაზიანებულა ინვენტარი. არა და არც არავინ წერდა ინვენტარის დაზიანებაზე, ეს ვერ გამოდგება უარყოფად. ამ ფონზე კი მედია მიპოვა თვითმხილველები. ერთმა საჯაროდ, მეორემ ტელეპიროლთან ფარულად ისაუბრა მომხდარზე და მოვისმინოთ ეს კომენტარები. ვარჯიშობდი ეს ამბავი რომ მოხდა. ვიღაც ადამიანები შემოვიდნენ შავ ნიღბებში და რაღაც სახელს ყვიროდნენ. ზუსტად არ მახსოვს, ბევრნი იყვნენ და ვიღაცას ეძებდნენ. გარეთ ფოტო კამერები არის, როგორც ხედავთ თქვენს ობიექტზე. მუშაობს ხო ჩვეულებრივ ეს კამერები? ხო. გიორგი უბილავა, ვისაც სავარაუდოდ ნიღბიანები ეძებდნენ, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრია, რომელთანაც ზვიად ხარაზიშვილი დაპირისპირებულია. მათი კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა შინჯიკაშვილსა და ხარებას სპეცრას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. შაბათის ფორმულა მაშინ გაარკვია, რომ რატის ბარში მომხდარი შემთხვევისას მძიმე დაზიანებები მიიღო ხარებას მოადგილემ, სცემეს მისი დაჯგუფების სხვა წევრებსაც. ამის შემდეგ ხარაზიშვილის რაზმი გუბერნატორის მოადგილეს ჯერ სამსახურში მიუვარდა, შემდეგ ოჯახში. შინჯიკაშვილს ემუქრებოდნენ მოკლით, რის გამოც მის სახლს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სუსი და ძალადობრივი მენტალობის ადგილობრივებიც იცავდნენ და ეს კონფლიქტი როგორც ჩანს არ ამოწურულა. ეს სისტემის საყრდენი ძალადობრივი დაჯგუფება, რომლის სანქცირებულ ხელმძღვანელსაც ბევრი აღარაფერი აქვს დასაკარგი და როგორც ჩანს ის ახლა ითხოვს ყველა პრივილეგიას, თავს აძლევს უფლებას ითარეშოს ნებისმიერ სივრცეში ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. შავნიღბიანები კი დიდი ხანია იქცნენ ოცნების პოლიტიკური ანტურაჟის განუყოფელ ნაწილად. მათ გარეშე ვეღარ იმართება ერთდროს მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც, თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან პოლიტიკოსები. დაწვის ხის ანთება შავნიღბიანების ფონზე საზეიმოდ არ გამოვიდა, ლამაზი კადრების მოყვარულ თბილისის მერსაც ტიტუშკების ფონზე მოუხდა გუშინ საახალწლო სოფლის გახსნა. მაშინ როცა მთელი პროპაგანდა აგებული იყო იმაზე, რომ რადიკალებმა ბავშვებს წაართვეს ახალი წელი, სურათმა, რომელიც გუშინ ვნახეთ, აჩვენა ვინ არიან ეს ბავშვები. ორგანიზებულ საახალწლო ზეიმზე მერმა კითხვებისგან დასაცავად აგრესიული პარტაქტივი გამოიყვანა, ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. მედია მალევე შეძლო მათი იდენტიფიცირება, ვინც ზეიმზე ჟურნალისტებს ემუქრებოდა და სამოუწყებლო ტექნიკის დაზიანებას ცდილობდა. მათ შორის არიან თედო ბიტბუინოვი, საბა გორგაძე. ეს ადამიანები პლედებით ჩვენ გვახსოვს, მაშინ როცა პრეზიდენტს ისინი სიტყვით გამოსვლისას ლაზერებს ანათებდნენ და შემდეგ პლედებში იმალებოდნენ. ასევე იყო ნიკოლოზ მელიქიშვილი ადგილზე, საჯარო მოხელე, რომელიც სტუდენტების ცემაშია ბრალდებული იყო, მარიამ სუხიშვილი, ქალი საოლქო კომისიიდან. გავხსენოთ ამ ადამიანების კადრები ფორმულას არქივიდანაც. საინტერესოა, რომ ლაზერების მინათებით დღეს სიტყვით გამომსვლელებისთვის ხელი შეშლა არავის უცდია. როგორც ჩანს, 20 ოქტომბრის პროევროპული აქციის დროს გამოაშკარავებული ეგრეთ წოდებული მიმნათებლები უკვე ვეღარ ბედავენ პროვოკაციებს. სხვათა შორის თავზე პლედებ ჩამოფარებული ეს ბიჭები, რომლებიც ყველას ამ კადრებით სამუდამოდ დაგვამახსოვრდება, მე ოცნების ცენტრალურ ოფისში ვიპოვე არჩევნების დღეს, როცა ივანიშვილის გუნდი არაღიარებული არჩევნების შედეგებს ზეიმობდა. არა და მე გაგახსენებთ, მანამდე ხელისუფლების ზოგიერთი
ლიდერი კატეგორიულად უარყოფდა პლედებიან ტიტუშკებთან კავშირს. მოვიგეთ, დავამარცხეთ რადიკალური ოპოზიცია და 4 წელი მშვიდობას, სტაბილურობას გვერდებით. ლაზერები არ მოგიტანიათ დღეს? ლაზერები არ მომიტანია და კარგად იქ. ლაზერები მოგეტანათ დღევანდელ ღონისძიებაზე? რა თქმა უნდა ლაზერი კაცო. ზიანად კარგად იქ.